ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონია ბაკურიანში გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს მედლები, ტურნირის საუკეთესო სპორტსმენებს კი ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის პრიზი გადაეცათ. ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა დროშა მომავალ მასპინძელ ქვეყანას რუმინეთს გადასცეს. საქართველომ ტურნირზე ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ფიგურული მოციგურავი ინგა გურგენიძის ანგარიშზეა. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ასეთ შეფასებებს ვისმენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგან. გარდა ამისა, ასეთივე შეფასებები კეთდება, რაც ყველაზე მთავარია სპორტსმენებისგან, დელეგაციის წევრებისგან, ყველა იმ სტუმრისგან, 45-ვე ქვეყნისგან, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში და ჩვენ მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. მინდა მიუღოთ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ შეგვიძლია რომ მაღალ დონეზე ჩავატაროთ ორგანიზება და მინდა წარმატება უსურვო ჩვენ სპორტსმენებს. შემდგომში რა თქმა უნდა უკვე ბრაშობაში იქნება 2027 და ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზება. ჩვენ ნახეთ რომ როგორი აღდგენება, როგორი გამოძახილია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით მამუკა ხაბარელთან, სხვა ხელმძღვანელებთან და მოხალისეებთან ერთად ძალიან ლამაზი ერთი კვირა გავატარეთ. მართლაც მაგიური დღეები გქონდა. ტურნირის დონით მთელი დელეგაცია კმაყოფილია, რადგან ყველაფერი შესანიშნავ კონდიციაში იყო. ბოლოს კი შემეძლია გითხრათ, რომ რუმინეთს ბევრი სამუშაო ექნება, რადგან რაც თქვენ გააკეთეთ, ეს ფანტასტიკურია. ჩემთვის ეს ჯილდო ბევრს ნიშნავს. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. არ ველოდებოდი. საქართველო ძალიან მომეწონა, საოცარი ქვეყანა. ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული და მადლობა ყველას ამ შესანიშნავი ტურნირისთვის.